მოგესალმებით კოლეგებო, ქორუმი გვაქვთ, ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომას. დღის წესრიგში ჩვენ გვაქვს სამი საკითხი და ერთი გადაადგილება მინდა რომ შემოგთავაზოთ, რომ მესამე საკითხი, რომელიც ეხება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებული კომისიასთან არსებული დამოუკიდებელი ინტერესთა დამცველის მიერ ასე ვთქვათ მოხსენება გადმოვიტანოთ მეორე საკითხად. თუ წინააღმდეგი არ ახართ, მაშინ პირველი საკითხი იგივე რჩება, მესამე გადმოდის მეორეზე და მეორე მესამეზე ამ თავმიმდევრობით დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა. პირველი საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივა, რომელიც ეხება თვითმმართველობებში, თვითმმართველ ქალაქებში სიპის შექმნის საკითხს და ამასთან დაკავშირებით მომხსენებელი გახლავთ ირაკლი შადაკიშვილი. გთხოვთ ბატონო ირაკლი. დიდი მადლობა ბატონო თავმჯდომარე, კოლეგებო, მოგესალმებით ყველას. პირველი მოსმენის წესით განსახილველად წარმოგიდგენთ საქართველოს ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განსახორციელებული ცვლილებების პროექტს თანო კანონპროექტებთან ერთად, კერძო წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, საჯარო დაწესებულებების შრომის არანაზღაურების შესახებ, საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ და რეკლამის შესახებ კანონებში ცვლილებას. როგორც პირველი მოსმენის წესისათვის არის ეს დამახასიათებელი და აუცილებელი წარმოგიდგენთ ძირითად ზოგად პრინციპებსა და ძირითად დებულებებს. როგორც მოგეხსენება, დეცენტრალიზაცია და რეგიონალური განვითარების პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით დედაქალაქის ან თბილისის გარდა არც ერთ სხვა თვითმმართველ ქალაქს არ აქვს უფლებამოსილება რომ დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირები და შესაბამისად მოკლებული არიან ისინი შესაძლებლობას რომ საჯარო და ადმინისტრაციული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების პროცესში ეს მათთვის კანონმდებლობით არსებული შესაძლებლობა და ინსტრუმენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით მოკლედ ეს არ გააჩნიათ. ასევე ზოგადად სიპი უზრუნველყოფს ინსტიტუციურ მოქნილობას, იგი არ ექვემდებარება იმავე ბიუროკრატიულ შეზღუდვებს, რაც შეიძლება დამახასიათებელი იყოს უშუალოდ მუნიციპალიტეტების სტრუქტურებისათვის, სიპ შეუძლია საკუთარი შემოსავლების გენერირება და მათი მიზნობრივი გამოყენება, რაც ამცირებს ადგილობრივი ბიუჯეტის დატვირთვას და ზრდის ფინანსურ მდგრადობას. ამდენად მიზანშეწონილად მიგვაჩნია და მიზანშეწონილია ზოგადად, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი სფეროს, ისეთი როგორც არის მაგალითად სამშენებლო, სატრანსპორტო, სარეკლამო ან სხვა ამ სფეროების მართვის ეფექტიანობის ზრდის მიზნით თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებს მიენიჭოთ უფლება, რომ მერის წარდგინების საფუძველზე დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირები სხვადასხვა მიზნობრიობით, მათ შორის შეიძლება იყოს მშენებლობის შეტყობინების შეთანხმების ან მშენებლობის ნებართვების გაცემის, გენერალური გეგმების განაშენიანების, დეტალური გეგმების შემუშავების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებების ადგილობით უზრუნველყოფისა და დგომის გაჩერების წესების რეგულირების და აქ არის მთელი რიგი შემთხვევები ჩამოთვლილი, ასევე სხვა მიზნებით წარმოდგენილი თქვენთვის დარიგებულ რედაქციაში ეს ყველაფერი მითითებულია. რაც შეეხება დაფუძნების პროცედურას, როგორც გითხარით, თვითმმართველი ქალაქის საკრებულო მერის წარდგინებით თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს მერის წარდგინების საფუძველზე მიანიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილება, მასვე მიენიჭება უფლება, რომ თვითმმართველი ქალაქის მერის წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაუდგინოს დებულებით განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების, მათ შორის მშენებლობის ნებართვის, დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურების საფასურის ოდენობა. ცვლილებების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება ენიჭება თვითმმართველი ქალაქის მერს. აქვე საჯარო სამართლის იურიდიული პირებში დასაქმებული პირთა თანამდებობრივი სარგოს დადგენის წესი განისაზღვრება, რომლის მიხედვითაც დასაქმებული პირების სარგოები დადგინდება საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის ნომერი 1 დანართის ნომერი 1 ცხრილის შესაბამისად და აისახება საშტატო ნუსხაში. ამასთანავე ცვლილები შედის
ასევე თვითმმართველი ქალაქებს ცვლილებების შედეგად თვითმმართველ ქალაქებს მიენჭებათ უფლებამოსილება, რომ განსაზღვრონ შესაბამისი საქმიანობის, მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასური, რაც ერთი მხრივ შექმნის მუნიციპალური სერვისების დაჩქარებული წესით მიღების შესაძლებლობას და მეორე მხრივ საჯარო და მუნიციპალური სერვისების დახვეწა ხელში უწყობს თვითმმართველი ქალაქის ფინანსური თვითმკმარობის ზრდას, რაც ასევე წარმოადგენს ფისკალური დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვან მექანიზმს. ყოველივე ამ ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიზანია თვითმმართველი ქალაქების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა, უფლებამოსილებების გაფართოება, მათთვის დამატებითი ინსტიტუციური მექანიზმის სიპის შექმნის შესაძლებლობის განსაზღვრის გზით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მოქალაქეებზე ორიენტირებული მუნიციპალური სერვისების მიწოდება. ეს რაც შეეხება ზოგად პრინციპებს და ძირითად დებულებებს, აქვე მინდა გითხრათ, რომ როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი კომიტეტი, ანუ ეს თვითმმართველობის და კომიტეტი გახლავთ წამყვანი კომიტეტი, სავალდებულო კომიტეტები გახლავთ ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტები, რომლებზეც პირველი მოსმენით უკვე წარდგენილი იქნა და მხარდაჭერილი იქნა ეს კანონპროექტი. აქვე მინდა გაგაცნოთ ერთი შენიშვნის შესახებ, რომელიც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა წარმოადგინა, კერძოდ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებულია შემოსავლების ახალი ტიპის თვითმმართველ ქალაქებში გარდა თბილისისა და დედაქალაქისა, ტაქსით გადაყვანის ნებართვის გაცემის, ანუ M1 კატეგორიაზე არის საუბარი, გაცემის საფასურის შემოღება, რომელიც მიიმართება თვითმმართველი ქალაქის ბიუჯეტში. სამართლებრივი თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად საჭიროა შესაბამისი ცვლილების განხორციელება, ასევე რეფორმების გატარებას და დეტალურად რეფორმის განხორციელებას, არამედ ეს ითვალისწინებს სწორედ ამ დეცენტრალიზაციის სტრატეგიიდან გამომდინარე სიპის დაფუძნების შესაძლებლობისა და უფლებამოსილების მიცემას, ხოლო იგივე თვითმმართველობის პრინციპიდან გამომდინარე თითოეულ თვითმმართველ ქალაქს მას შემდეგ რაც ისინი კი ჩართულია. ჩართული მაქვს. კი ბატონო. ეხლა მთელი ამდენი ხანი ისე ვლაპარაკობდი თუ ეს ჩართული და სად ვიყავი, რომ ზოგადად თვითმმართველობის პრინციპი არის, რომ თვითმმართველი ქალაქები და თვითმმართველი ერთეულები თავიანთ რეფორმების ნაწილს დამოუკიდებლად თვითონ განხორციელებენ და მას შემდეგ რაც ესა თუ ის ქალაქი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სამშენებლო იქნება ეს ქონების ნაწილი იქნება თუ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილში უნდა განახორციელონ ესა თუ ის რეფორმა, მერე უკვე თვითონ ალბათ სხვა მათ შორის სხვა ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტებში შეიძლება გახდეს ცვლილებები განსახორციელებელი. აქვე ის უნდა ვთქვა, რომ ეს არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება და შესაბამისად გასაგებია საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის შენიშვნა მოსაზრება, თუმცა ამ ეტაპზე ეს შეიძლება არ იყოს რელევანტური. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას შემდეგ რაც თითოეული თვითმმართველი ქალაქი მიიღებს ამა თუ იმ დარგში, ამა თუ იმ სფეროში კონკრეტული რეფორმის განხორციელებას, მერე დადგება ამის საჭიროება, აუცილებლობა და მერე ალბათ მთელ რიგ, მათ შორის საკრებულო დადგენილებები უნდა მიიღოს, მათ შორის სხვადასხვა ნორმატიულ აქტებში იქნება საჭირო განხორციელება. ამდენად ამ ეტაპზე ეს არ არის ასე ვთქვათ რელევანტური. მზად ვარ უპასუხო თქვენ შეკითხვებს. მადლობა ბატონო ირაკლი, შეკითხვები თუ გაქვთ? ბატონო შალვა. გამარჯობათ. ბატონო ირაკლი, რამოდენიმე შეკითხვა მექნება. პირველი, ეს სიპები, რომელზეც თქვენი საუბრეთ, ალბათ მაგათ ექნება თავისი საკუთარი შემოსავლები, ხო ეგრეა რა? და ეს შემოსავლები, რომელიც მათ ექნებათ, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მერიისგან დამატებით დაფინანსება არ მიიღონ, თუ მაინც დასჭირდებათ მათ თვითმმართველობებიდან, ანუ თვითმმართველ ქალაქების ბიუჯეტიდან რაღაც ტონის დაფინანსების მიღება, იმიტომ რომ მე განმარტებით ბარათებს რო ჩავხედე, ბოლომდე კარგად ვერ გავერკვი. ამის გარდა მაინტერესებს ესეთი რაღაცა, რომ თუ მესმის რომ ეხლა რუსთავი იქნება, ქუთაისი თუ ბათუმი სხვადასხვა მოცულობის და მასშტაბის ქალაქია, მაგრამ სავარაუდოდ თუ გაქვთ დათვლილი, დაახლოებით ერთი სიპის ბიუჯეტი რა არის, თუნდაც არის სატრანსპორტო მიმართულებით, თუნდაც პარკირების მიმართულებით და ასე შემდეგ. ეს იქნება მეორე შეკითხვა. მესამე შეკითხვა, რაც მაინტერესებს, მაგალითად ავიღოთ პირობითად სატრანსპორტო სიპი, რომელიც შექმნის
დღიდან მოყოლებული ტექნიკურად საკმაოდ რთული სამართავიც არის და საკმაოდ მაღალი რისკები ახლავს მას სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც კორუფციის კუთხით, ეს ესეა. თუ გიფიქრიათ და არის შესაძლებლობა, რომ დავუშვათ ეს აუთსორსინგზე მოხდეს მაგის გატანა. ანუ მუნიციპალიტეტის მერიებმა კერძო კომპანიას გადასცეს ეს სამართავად, მგზავრთა გადაყვანის, ასე ვთქვათ, ეს მომსახურება და ამ კერძო კომპანიებმა პირიქით იქით თუნდაც მცირე რაოდენობით, მაგრამ რაღაცა X თანხა გადაუხადონ მუნიციპალიტეტის მერიებს ყოველწლიურად. ასევე ამის გარდა მაქვს ესეთი შეკითხვა. განმარტებით ბარათში რომ ვკითხულობდი ამის ერთ-ერთი ასე ვთქვათ გარდა დამოუკიდებლობისა და მეტი შესაძლებლობებისა ამ სტეპების შექმნის არის ის რომ კვალიფიციური კადრების პოზიტივის შესაძლებლობა გახდეს ეს არქიტექტურული მიმართულებით იქნება თუ სხვა მიმართულებით. აი რამდენად გააქვთ ეს ყველაფერი გადაზღვეული რომ თუნდაც აი ამ სიპების შექმნით ეს არ გაზრდის რისკს და საფრთხეს იმისა რომ ეს ნეპოტიზმის ნიშნით დაინიშნებიან მან ადამიანები. აი მაგალითად თუნდაც აქ მარეგულირებელი კომისიები რო არის დედაქალაქში და მან წევრების დანიშვნა როგორც ხდება, თუნდაც მაგ ნიშნით დამსახურებული საკრებულოს დეპუტატის გადაყვანა მოხდება და აღმოჩნდება რომ თურმე ეს ადამიანი თუ ადამიანები აღმოჩნდება ყველაზე კვალიფიციური კადრები და მაგ ნიშნით დაინიშნებიან ხელმძღვანელად თუ სხვა პოზიციებზე და ასევე რამდენად არის გადაზღვეული ის რისკი და საფრთხეები, რაც უშუალოდ კორუფციასთან არის დაკავშირებული და რეალურად ეს საფრთხეები ნამდვილად არსებობს, თუნდაც დედაქალაქის მაგალითზე რო ავიღოთ. ანუ საერთო ჯამში რო შევაჯამოთ, ჩემი პოზიცია რო შევაჯამოთ, საერთო ჯამში თვითონ წარმოდგენილ ინიციატივას ეს ძალიან კარგია, თვითმმართველობის მეტი თავისუფლება, მეტი დამოუკიდებლობის მხრიდან, მაგრამ უფრო მეტსაც ვიტყოდი მე, რომ თვითმმართველ ქალაქების გარდა მუნიციპალიტეტებზეც იქნება ძალიან კარგი, რომ კომიტეტმა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ამა თუ იმ სხვადასხვა უწყებებმა დელეგირებული თუ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოხდეს ეტაპობრივად ფუნქციების გადაცემა, მაგრამ აი ამ რისკებს და ამ საფრთხეებს რეალურად მე ვხედავ. ამიტომ პირველ მოსმენაზე ჩემი პოზიცია იქნება ის, რომ თუ თქვენ დამაჯერებელ ჩემი პოზიცია ამ შემთხვევაში არის, რომ წინამდეგი ნამდვილად არა ვარ, მაგრამ თავს ვიკავებ ამ რისკებიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე, თუმცა ძალიან მაინტერესებს, რამდენად დამაჯერებლად გავცემთ აი ამ კითხვებზე პასუხს. თავს ვიკავებ მეთქი წინა პირველ განხილვაზე, თავს ვიკავებ ხარდაჭერისგან. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ წარმოდგენილი ინიციატივა კარგია, მაგრამ ამ ინიციატივის უკან იმხელა საფრთხეებს და რისკებს ვხედავ კორუფციის და ნეპოტიზმის კუთხით, რომელსაც ჭირდება ნამდვილად მართვა. იმიტომ რომ თუ ეს სიპები გადაიქცა კორუფციის და ნეპოტიზმის ბუნაგად, არ იქნება სწორი, ეგრეა და. აგე დავკონკრეტდი გითხრით. გისმით. ბიუჯეტი არ დავამტკიცოთ სახელმწიფო, იმიტომ რომ 31 მილიარდი კორუფციისათვის არის განკუთვნილი. ხა მაგრე ხო არ წავალთ. კონკრეტული კითხვები იყო მათ შორის და კონკრეტულ კითხვებზე უპასუხეთ. კი ბატონო, რაც შეეხება ზოგადად პრინციპი დეცენტრალიზაციისა. ზოგადად კი ბატონო, თქვენს შეკითხვებს რაც შეეხება ბატონშალ საინტერესო შეკითხვები იყო და შევეცდები რომ გაგცეთ პასუხი თანმიმდევრულად და დეტალურად. აუმწურავად, რაც შეეხება ფინანსურ თვითკმარობას, ჩვენი დეცენტრალიზაციის, მათ შორის ფისკალური დეცენტრალიზაციის მიზანი სწორედ ეს არის, რომ თვითმმართველ ერთეულებს, თვითმმართველი ქალაქები იქნებიან ესენი თუ სხვა მუნიციპალიტეტები, მათ ჩვენ როგორც კანონმდებლებმა ხელი შეუწყოთ და შეუქმნათ ისეთი სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც მათ მისცემთ შემდგომ შესაძლებლობას, რომ შექმნან ისეთი სერვისები, მათ შორის დაჩქარებული სერვისები, რომლებიც მათ შორის იქნება მოგებაზე, შემოსავლის მიღებაზე ორიენტირებული. რაც შეეხება თვითმმართველი ქალაქების სხვადასხვა სტრუქტურებს, ზოგადი პრინციპი ის არის, რომ
მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოები და სტრუქტურული ერთეულები არ არიან ორიენტირებული იმაზე, რომ მათ გაწიონ, ანუ შემოსავლის მიღებაზე ორიენტირებული მომსახურება, არამედ ისინი მოქალაქეების და თანამოქალაქეების სამსახურში იდგნენ ყოველგვარი სხვა ინტერესების გარეშე და CP კიდევ ეს არის ისეთი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც სწორედ მისი ბუნებიდან, მისი არსიდან გამომდინარე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ შექმნას ისეთი მექანიზმები, რომლებიც იქნება მათ შორის ორიენტირებული უფრო მეტად შემოსავლებზე და გულისხმობ იმაზე, რომ თუ კი არსებობს მაგალითად სერვისი მუნიციპალური დადგენილი ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ აქ დაჩქარებულად იქნეს დაჩქარებული მექანიზმით შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ შეთავაზებული მოქალაქისათვის და მიზანი როგორც გითხარით ის არის რომ გახდეს საბოლოო ჯამში თვითკმარიც და თვითკმარს მიღმაც შემოვიდეს სხვა შემოსავლები ხო ეს პირდაპირ ამ დეცენტრალიზაციასთან კავშირში რო გითხრათ მე ახლა დათვლილი ეს არ მაქვს და ამ კანონის ინიციატივა როგორც გითხარით ის არ არის რომ ჩვენ კონკრეტულ თვითმმართველ ქალაქებს რეფორმები განუხორციელოთ არამედ ჩვენ შევუქმნათ ისეთი სამართლებრივი ინსტრუმენტები რომლებიც მათ მისცემთ შესაძლებლობას რომ თვითონ იმუშაონ ამა თუ იმ რეფორმაზე გარდა ამისა აქვე ისიც უნდა ვთქვათ რომ ეს არ არის არ ატარებს ეს საკანონმდებლო ინიციატივა სავალდებულო ხასიათს ეს იქნება შესაძლებლობა და თვითმმართველობის პრინციპიდან გამომდინარე დამოუკიდებლობიდან გამომდინარე მათ ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ ეს კანონით მინიჭებული შესაძლებლობა და საშუალება და უფლება და საჭიროების შემთხვევაში დააფუძნონ ამა თუ იმ სფეროს რეგულირებისა და რეფორმირებისათვის CP აი ხო გითხარით ბიუჯეტი სავარაუდოდ წესით ბევრი არ უნდა დაჭირდეს იმიტომ რომ თუ ვილაპარაკებთ ქონების მართვაზე თუ ვილაპარაკებთ ტრანსპორტზე თუ ვილაპარაკებთ სამშენებლო საქმიანობაზე ეს მუნიციპალიტეტებში მერიის სტრუქტურებში უკვე არსებობს და მის ბაზაზე შეიქმნება თუ რაიმე ბიუჯეტთან იქნება ეს დაკავშირებული ძალიან დიახ, ანუ არსებულ ბაზაზე შეიქმნება. შეიძლება საწყის ეტაპზე, არ ვიცი, რაღაც ან ინვენტარის ხარჯი იყოს, გასაწევი ან რაღაც სახელფასე ფონდი იყოს, შეიძლება გადასახედით. თუმცა როგორც გითხრათ, ამას ჩვენ ახლა ამ ეტაპზე ყველა თვითმმართველი ქალაქისთვის ვერ განუჭვრიტავთ წინასწარ, ეს იქნება მათზე უკვე დამოკიდებული. ჩვენი მიზანი და ამ კანონის მიზანი, ჩვენ ინიციატორების მიზანი არის ის, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ შევქმნათ ჩვენ ისეთი სამართლებრივი მექანიზმი, ისეთი სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც ძირითად საქმიანობასთან ერთად საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო მმართველობის პროცესს შეუმსუბუქებს თვითმმართველ ქალაქებს. ადლობთ ბატონო ირაკლი. ანალოგიურად, აუთსორსეს ანალოგიურად. ვიღაცა ხო, დაამთავრეთ. არის ზოგიერთი თვითმმართველი ქალაქი, ვისაც ეს ან სხვა მუნიციპალიტეტი, ვისაც უკვე აუთსორსი აქვს გატანილი, არის ვიღაცა, ვისაც არსებული სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით და არის რომელიღაცა, რომელიც საერთოდ შეპესეთი არეგულირებს ამას, ანუ სხვადასხვა მექანიზმები არსებობს. აქაც კიდევ ამას გეტყვით, რომ ჩვენ შეგვიძლია მსჯელობა გავშალოთ ამაზე და ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ რა თქმა უნდა, თუმცა ახლა ეს საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი არ გულისხმობს ამა თუ იმ სფეროს კონკრეტულად რეფორმების განხორციელებას. რაც შეეხება ახლა ნეპოტიზმზე ეს ნამდვილად სასაცილოა გეტყვით, რომ ასეთი სურვილების შემთხვევაში და რაღაც ჰიპოთეტურად წარმოდგენა და სუბიექტურ აღქმებზე დაფუძნებით შეგვიძლია ახლა ვილაპარაკოთ, მაგრამ თუ იმეს რამის გაკეთება უნდა, ამისთვის CP შექმნა საერთოდ არ არის საჭირო. მუნიციპალიტეტებს აქვთ IP-ებიც არის და რა ვიცი, შეპესებიც არის და მოკლედ არასერიოზული ამაზე და მე ჩემი თხოვნა იქნება რეკომენდაციაც, რომ თავი შეიკავოთ ხოლმე მსგავსი სუბიექტური აღქმებისგან. ერთ რამეს დავამატებ ბატონ ზვიაც უნდა კიდე. ანუ ეს ინიციატივა კი ბატონო, ეს ინიციატივა მაინც რო ვიცოდეთ. არ არის მარტო ჩვენი ავტონომიური ინიციატივა. ამ ინიციატივის, რო იტყვიან, ინსპირატორები იყვნენ სწორედ დიდი ქალაქები. მათ ჰქონდათ წლების განმავლობაში აი ეს თხოვნა, მოთხოვნა, რომ ამ მიმართულებით მომხდარიყო მათი უფლებამოსილებების გაფართოება ამ მიმართულებით, ასე რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ქვემოდან თვითმმართველობიდან წამოსულ ინიციატივას უკეთებთ ინსტიტუციონალიზაციას ბატონო ზვიად. კადრებთან თუ შეიძლება რა. ხო, დაამთავრე და მე ბატონო ზვიად. დიდი ბოდიში რა თქვენი შეკითხვა იყო ბატონ შალვა. ესეც ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ
ჩვენს ქვეყანაში გაზრდილმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა მოიტანა ის რეალობა, რომ კერძო სექტორი, როგორც დასაქმების ბაზარი და როგორც შრომის ბაზარი, ძალიან დიდ კონკურენციას უწევს საჯარო სექტორს, ასე ვთქვათ და დასაქმების მაძიებელთა დაინტერესება საჯარო სამსახურებში, მათ შორის მუნიციპალურ სამსახურებში შეიძლება იყოს უფრო ნაკლები და ყველა მაჩვენებელი ამას აჩვენებს, ვიდრე კერძო სექტორში. რო ავიღოთ კინოსამშენებლო სფერო, გნებავთ არქიტექტურის სფერო, საშუალო სტატისტიკური არქიტექტორი შეიძლება უფრო დიდი სიამოვნებით და ხალისით და ინტერესით კერძო სექტორში დასასაქმებლად წავიდეს, იმიტომ რომ მას საჯარო შეზღუდვები არ ექნება, ვიდრე თვითმმართველ ქალაქში. და ამდენადაც მნიშვნელოვანი არის, რომ ასეთი მოქნილი მექანიზმები შევთავაზოთ თვითმმართველებს, რომ ჩვენ სპეციალისტები დავამაგროთ საჯარო სექტორში. მოგესალმებით, ნამდვილად მივესალმები ამ კანონ პროექტს, იმიტომ რომ სწორი ურბანული განვითარება დღევანდელ დღეს არის პირველი ისეთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ახლავს ამ შემთხვევაში თვითმმართველ ქალაქებს. და ის მოსაზრებაც რომ დაუშვათ შეიძლება სხვა რეგიონებშიც გაკეთდეს და არა თვითმმართველში, რა თქმა უნდა, ეხლა ეს თვითმმართველ ქალაქებში იქნება საპილოტეთ და მომავალში თუ გვიჩვენებს სიტუაცია და იგივენაირად იქნება მოთხოვნა მუნიციპალიტეტებიდან, როგორც ამ შემთხვევაში იყო თვითმმართველი ქალაქებიდან, ჩვენც თავისთავად ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაფართოვებთ მათ ამ შემთხვევაში საკანონმდებლო უფლებებს. და საზოგადოებისთვის მინდა გავმარტო, რომ ბიუჯეტი ცალკე, როგორც ასეთი, მერიების, ესე ვთქვათ, არსებულ ბიუჯეტის მოთხოვნა დამატების არ არის, როგორც ირაკლიმაც თქვა, და მკაფიოდ მინდა ამას ხაზი გაუსვა, რომ ვიღაცას არ კონდეს იმის რაღაცა მოლოდინი, რომ თითქოს დამატებით სახსრების გამოყოფა იქნება საჭირო ან ცენტრალური ბიუჯეტიდან, ან ადგილობრივიდან. არსებობენ შესაბამისად ადგილზე კვალიფიციური კადრები, ის განყოფილებები, რომლებიც აქამდე მუშაობენ და უბრალოდ სტრუქტურა შეიცვლება და თუ რაიმე დამატებით იქნება საჭირო ამ სტრუქტურის უფრო მეტად წარმატებულად ფუნქციონირებისთვის, ის დამატებითი ხარჯები, რასაც ამ შემთხვევაში სციპი მიიღებს, ვფიქრობ თავიდან ბოლომდე ამ ყველაფერს უზრუნველყოფს. ასე რომ დამატებით ცენტრალური ხელისუფლებიდან რაღაც ბიუჯეტის გამოყოფა და ასე შემდეგ ამ მიმართულებით არ არის საჭირო. მადლობა. მადლობთ თუ მეტი შენიშვნა შეკითხვა არ არის, გთხოვთ ხარი დაუჭიროთ, ვინ არის მომხრე პირველი მოსმენით მივიღოთ კანონ პროექტი. მადლობთ, გადაწყვეტილება მიღებულია, საკითხი განხილულია. მადლობთ ბატონო ირაკლი. ბატონო ზურაბ, პატარა ცვლილება გვაქვს ჩვენ შეტანილი, მესამე საკითხი ამოვიტანეთ მეორე საკითხად და თქვენ მესამე საკითხად გადავიტანეთ. ეხლა საკითხი არის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებების მდგომარეობის შესახებ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2025 წლის ანგარიში. ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია გახლავთ და მე მაგალითად და ალბათ ბატონ ზვიაცაც ჩვენ მუშაობის პერიოდში დიდად დაგხმარებია საზოგადოებრივი და ენერგოუბუცენის, ასე ვთქვათ, საქმიანობა ჩვენს საქმეში. გთხოვთ, ქალბატონი ნინო გულეიშვილი, მოვალეობის შემსრულებელი იქნება მოხსენებელი. ბატონო კომიტეტის თავმჯდომარე, მოგესალმებით, მოგესალმები პარლამენტის წევრებს, მოგესალმებით დამსწრე საზოგადოება, როგორც ბატონმა კომიტეტის თავმჯდომარემ ბრძანა, მე ვარ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი ამჟამად, შესაბამისად მე წარმოგიდგენ საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში, სადაც შევეცდები, რომ დაგიხასიათოთ ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც 2025 წლის მანძილზე ქონდა ჩვენ სამსახურს, ასევე მოგახსენოთ იმ შედეგების შესახებ, რომელიც ჩვენი საქმიანობის შედეგებია ამ მიმართულებით. როგორც მოგეხსენეთ
მოიხსენებათ ჩვენი სამსახური ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონის საფუძველზე არსებობს, შეიქმნა ზუსტად იმიტომ, რომ ყოფილიყო ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორში არსებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის დამატებითი გარანტი. ანუ ფაქტიურად ჩვენი სამსახური წარმოადგენს ადვოკატს ამ სფეროში არსებულ მომხმარებელს და კომპანიებს შორის არსებული სადაო საქმეების განხილვის დროს. შესაბამისად, ამავე კანონის საფუძველზე ჩვენ გვაქვს უფლება, რომ დავიცვათ მომხმარებლები, წარმოვადგინოთ ისინი მომსახურე კომპანიასთან დავაში, როგორც მარეგულირებელ კომპანიებში, ისე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, ასევე შევაფასოთ სატარიფო რეგულაციები და მივიღოთ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების იმ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა, რომელმაც შესაძლო გავლენა შეიძლება მოახდინოს მომხმარებელზე. ეხლა ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, სასმელი წყალი არის ის მომსახურეობა, სადაც შექმნილი პრობლემაზე მომხმარებელი ვერ მოიცდის მოგეხსენებათ, იმიტომ რომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩვენ როგორც უფლება დაცვითმა ორგანომ შევიმუშავეთ ყველა ის წესი, რომელიც მათ მომართვიანობას გაამარტივებდა, რომ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერი კუთხიდან, ნებისმიერი ზარის ან შეტყობინების საფუძველზე დაგვეწყო საქმის წარმოება. შესაბამისად, სტრუქტურულადაც გადავნაწილდით ისე, რომ მარტო თბილისში არ არის ჩვენი ოფისი, ყავს რეგიონალური წარმომადგენლები თელავში, ქუთაისსა და აჭარაში, ხოლო მომართვიანობა არის ძალიან მარტივი. გარდა იმისა, რომ მომხმარებელს შეუძლია ჩვენთან ადგილზე მოვიდეს, განცხადება დაწეროს, ნებისმიერი სხვა ფორმა, რომელიც იქნება მისთვის მისაღები, იქნება სატელეფონო შეტყობინება, რომელიც ჩვენთან ოქმის საფუძველზე გარდა იქნება ხოლმე განაცხადად და არის საქმის წარმოების დაწყების საფუძველი, ასევე ელექტრონულ პოსტაზე ან სატელეფონო შეტყობინებაზე ან სოციალური ქსელის საშუალებით, მათ შორის არასამუშაო დღეებში, სხვათა შორის, იმიტომ რომ არასამუშაო დღეებში შექმნილი პრობლემა არის პრობლემა და ჩვენ კომპანიებთან შექმნილი გვაქვს მობილური ჯგუფები, სადაც საავარიო ჯგუფებში ვაძლევთ ხოლმე ამ ინფორმაციას და დაახლოებით 400-მდე ასეთი ოქმი და დაახლოებით 300-მდე ასეთი საქმე გვაქვს, სადაც ძალიან მარტივად გადავჭერით პრობლემა, რომელიც მომხმარებლისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც დღემდე რატომღაც გვაქვს, მაინც ეს არის ცნობიერების ამაღლება მომხმარებლებში და მე ხშირად, როდესაც განსაკუთრებით რეგიონებში დავდივარ ხოლმე, მომხმარებლებიდან ესეთ რაღაცას ვისმენ, რომ ვინაიდან ჩვენ მომხმარებლებს ერთ კომპანიასთან გვიწევს მაინც სამართლებრივი ურთიერთობა, უნდა მივიღოთ ის მომსახურეობა უპირობოთ, როგორიც არის, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა არ არის. ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები, იმიტომ რომ საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შექმნილი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილებები, რომელიც ძალიან კარგად იცავს მომხმარებლის უფლებებს, თვითონ ძალიან დიდ როლს ასრულებს მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებაში, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ეს და დავების განხილვიდან ამ კომპანიების სანქცირებით დამთავრებული, ესე რომ ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა ჩვენი სამსახური განსაკუთრებით, რომელიც ყოველთვის მომხმარებლის სახეზე მხარეს დგას და ეს ნორმატიული აქტები არის ის ნორმატიული აქტები, რომელიც განსაკუთრებით გვეხმარება, რომ დავიცვათ მომხმარებლები, ამიტომ ის რომ მომხმარებელმა იცოდეს თავისი უფლება, მე ვამბობ, რომ ეს უკვე ნახევრად გაკეთებული საქმეა. ამიტომ 2025 წელს ეს გამოწვევები მივიღეთ და ძალიან ბევრი ვიზიტი და განვახორციელეთ, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს მივაწოდეთ ინფორმაცია, მათ შორის ჰქონდა შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ყრუთა კავშირში, სადაც მათთვის გასაგებენაზე მივიტანეთ ინფორმაცია და ძალიან ბევრი განცხადება წამოვიღეთ იმათგან, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი იყო კომუნიკაციის პრობლემა აქვთ კომპანიებთან და მე კომპანიებსაც შევხვდით და პატარ-პატარა ასე ვთქვათ შენიშვნებიც მივეცით მაგასთან დაკავშირებით, ყავდათ თუ არა შესაბამისად გადამზადებული პირები, რომლებიც ასე ვთქვათ ასეთ ადამიანებს შესაბამის კონსულტ, რომ ჩვენი დარგი ისედაც რთულია გასაგებად და კიდე რო კომუნიკაციის პრობლემა იქნება, შეიძლება აბსოლუტურად სხვა განაცხადით შევიდეს მომხმარებელი კომპანიაში, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ეს. გქონდა ასევე აუცილებლად ყოველ წელს ერთ ვიზიტი გვაქვს ეთნიკურ უმცირესობებში, ეს გქონდა წელს პანკისის ხეობაში, ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდა, სადაც დაახლოებით 2 საათის მანძილზე მომხმარებლებს სხვადასხვა კატეგორიის ასე ვთქვათ საკითხებზე ვისაუბროთ, ბევრი დავაც წამოვიღეთ იქენდან, რომელიც მათ სასარგებლოდ გადაწყდა. გქონდა რეგიონალური ვიზიტები ბათუმში, ქუთაისში, ქობულეთში, თერჯოლაში, ტყიბულში, მარტვილში, გურჯაანში, ხარაგაულში, პანკისზე ვთქვი, შიდა ქართლში, გორშსა და კასპში. ოღონდ ეს არ იყო შეხვედრა მარტო მერთან, ჩვენ ასე ვთქვათ, თვლით რომ მარტო მერთან შეხვედრა არ
გვიდებს იმ შედეგს, რომელიც გვინდა, მათი წარმომადგენლები სოფლებში, იმიტომ რომ სოფლებში ყველაზე კარგად რა პრობლემა აქვს მომხმარებელს, ყველაზე კარგად მათიციან და როდესაც შედეგებს ნახავთ, რომ ზუსტად იმათთან თანამშრომლობით წამოღებული შედეგებია, იმათიციან, რომელ უბანს რა პრობლემა აქვს, სად არის პირობითად წყალმომარაგების პრობლემა, სად არის გაზთან დაკავშირებული წნევის პრობლემა, სად არის მიწოდების პრობლემა ელექტროენერგიასთან დაკავშირებით. ამიტომ ამ რეჟიმში ვმუშაობთ და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს 2025 წელს. გვქონდა თითქმის ყველა კომპანიასთან სამუშაო შეხვედრა, თელასთან, ენერგოპრო ჯორჯიასთან, თბილისი ენერჯისთან, ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერთან, რომელიც ეხებოდა კონკრეტულ დავებს და ასევე ზოგადად მომხმარებლის უფლებების დაცვის ძირითად საკითხებს. სტატისტიკას რაც შეეხება წელს შემოვიდა 1050 განცხადება, რომელიც არის ზუსტად ორმაგი, რაც იყო შარშანდელთან შედარებით და წელს 4 თვეში გვაქვს უკვე 700 განცხადება წარმოებაში მიღებული. ეს ზუსტად იმ ცნობიერების ამაღლების ფარგლებში და ხარჯებით არის, ესე რომ ვთქვათ. დაახლოებით 30000-ზე მეტ მოქალაქესთან გვაქვს გაწეული კონსულტაცია, როგორც სოციალური ქსელით, ცხელი ხაზით, ასევე გარკვეული შედეგებით. 200.000 ლარზე მეტი არის ჩამოწერილი არასწორად დარიცხული გადასახადები. აქ მოცემული გვაქვს ასევე რეგიონების მიხედვით, სად იყო ყველაზე მეტი პრეტენზია, მაგრამ რეალურად მაინც უნდა გამოვუწყდეთ, რომ სადაც ჩავედით და ვიმუშავეთ, იქედან ყველაზე მეტი განცხადება წამოვიღეთ. 1058 განცხადებიდან 506 იყო სასმელ წყალთან დაკავშირებით, ელექტროენერგია არის 454, ბუნებრივი გაზი 106 და მოგეხსენებათ წელს უკვე ირიგაციის სექტორიც დაგვემატა და პირველი ორი განცხადება იყო, ხა რეგულირება წელს დაიწყო ფაქტიურად და პირველი გადასახადებიც წელს შევიდა ძალაში, ამიტომ ჯერ პრეტენზიები ამასთან დაკავშირებით ოფიციალურად არ დაფიქსირებულა, თუმცა სატელეფონო კომუნიკაცია ფერმერებთან სხვადასხვა მიმართულებით გვქონდა უკვე. შემოსული განცხადებების 78% დასრულდა მომხმარებელის სასარგებლოდ, 10% იყო, სადაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 5 არის მედიაცია, სადაც ასე ვთქვათ, ორივე მხარემთან შეთანხმება იყო და არ დაკმაყოფილდა 7%. ეხლა დარგების მიმართულებით ცოტასაც მოგახსენებთ, იმიტომ რომ განსხვავდება ძალიან სპეციფიკა სამივე დარგს, სხვადასხვა პრობლემა აქვს. ელექტროენერგიას რაც შეეხება, ეს ყველაზე მეტად აქტუალური რაც გვაქვს წელს, ეს არის მიწოდებასთან დაკავშირებული და ხარისთან დაკავშირებული პრობლემა, ეს არის ძაბვის აი ელემენტარული ქარის დენის განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც მომხმარებლები მიუთითებენ, რომ უამინდობის დროს ან პიკური მოხმარების დროს ზაფხულის პერიოდში მაგალითად შეიძლება ვერ ამუშაონ საყოფაცხოვრებო ტექნიკა ან კონდეთ ხშირი გათიშვები. ამას მოსდევს შემდეგ უსაფრთხოება, იმიტომ რომ კომპანიის მფლობელობაში არსებული ქსელი შეიძლება იყოს გაუმართავ მდგომარეობაში და საფრთხე შეუქმნას მომხმარებელს. არასწორად დარიცხული დავალიანებები ეს უკვე ინდივიდუალური დავებია და ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება ძირითადად თბილისისთვის არის დამახასიათებელი, რეგიონებში ეს პრობლემები თითქმის არ გვხვდება. აი ნახეთ 2025 წელს ენერგოპრო ჯორჯიაში დაფიქსირდა 90.000 წყვეტა. ეს არის ორივე ტიპის წყვეტა, მინდა გითხრათ, რომ წყვეტა არის რეაბილიტაცია და გეგმიური და არაგეგმიური. 90.000 წყვეტა არის, ამას ახლა მე უკვე ანგარიში შეტანილი გვაქვს ზუსტად რამდენი რა არის. თუმცა წელს მე რასაც მივაქციე ყურადღება, გეგმიურზე მეტი გვაქვს წყვეტები, რომელიც იყო ავარიით გამოწვეული ზაფხულში განსაკუთრებით, იმიტომ რომ იყო ცხელი ზაფხული და ხაზები და ასე ვთქვათ, ქვესადგურები და ტრანსფორმატორები არ იყო მზად ამისთვის. და თელაში იყო 11.000 მეტი წყვეტა. ესეც ძალიან დიდი ციფრია. ეს სხვათა შორის აქ უნდა ვთქვა, რომ კომპანიამ რაც მომაწოდა, არასწორია. სემეკოში გადავამოწმეთ და იქ მეტი ციფრი აღმოჩნდა, ამიტომ წლიურ ანგარიში სხვა ციფრი შეიძლება იყოს, მაგრამ რეალურად ეს არის. რა იწვევს ახლა ამას? ამაზედაც ვიტყვი ორ სიტყვას, ის რომ მოძველებული ინფრასტრუქტურა, მოძველებული ქსელი და ახალი მომხმარებლების რაოდენობა გაზრდილია, ელექტროენერგიის მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა არის ზოგადად გაზრდილი და შესაბამისად ეს მოძველებული ქსელი არსებული ინფრასტრუქტურით ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ყველა ახალი მომხმარებლის დაერთება, განსაკუთრებით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის დაერთების შემდეგ ხშირად შემოდის განცხადება, რომ მომხმარებელი ვეღარ ამუშავებს საყოფაცხოვრებო ტექნიკას და შესაბამისად უკვე საჭიროებს ტრანსფორმატორი გადართვას, გაძლიერებას, აბსოლუტურ შეცვლას და ასეთი გქონდა ათეულობით შემთხვევა წელს, რომელიც ყველა სათითაოდ თუ რომელიმე მომხმარებელი ამ პრობლემით ჩვენამდე მოვიდა, ან კომისიაში მივიდა, მე დარწმუნებით გეტყვით, რომ ან გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ ისე, რომ პრეტენზია მომხმარებელს შეუსუბუქდა ან არა აქვს,
ან გვაქვს მიმდინარე პროცესია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში შემოსული განცხადება იმდენად მასშტაბური ხასიათის არის და თხოვნა იმდენად მასშტაბური ხასიათის არის და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაო იმდენად მასშტაბური ხასიათის არის, ის ახლა 1 თვეში ან 3 თვეში ვერ დასრულდება, შეიძლება 6 ან მთელი წელი დასრულდეს, ამიტომ ესე ყოველთვიურად ვამოწმებთ რა ეტაპზეა. აქ უკვე მაქვს მონაცემები კონკრეტულად შესრულებული სამუშაოების შესახებ, რა განხორციელდა, აი თუ გადახედავთ ზუსტად შედეგების მიხედვით არის, ჩავშალე ქალაქების მიხედვით, აი მე რო ვთქვი რომ შეხვედრაზე ვიყავი მარტვილში, რამდენი სოფელი მოვიცავით, რომ შეიცვალა 187 ავარიული საყრდენი, განხორციელდა 180 ძველი საყრდენის, ეს მარტო მარტვილში. რეაბილიტირდა 500 მეტრი ქსელი, სოფელ ბანძაში ტრანსფორმატორებში დამონტაჟდა ამომრთველები. ასევე მოხდა ნაწილობრივ გადართვა მომხმარებლების სხვა ხაზზე, იმიტომ რომ ქსელი იყო ძალიან ავარიული, ვეღარ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, გავაძლიერებთ და გავაკეთეთ. გორი და კასპი. გორში ვიყავით ოქტომბერში, ვეღარ მოვასწარით მეტი და მიმდინარე გვაქვს ძალიან ბევრი, რომელიც 2026-ში უნდა დასრულდეს. თერჯოლაში ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდა თერჯოლაში და ტყიბულში, მერი თავის წარმომადგენლებით დახვდნენ პრეზენტაციით, სად რა პრობლემა იყო და აი მართლა მე ძალიან მომწონს ის შედეგები, რომელიც აქ დავდეთ ჩვენ, იმიტომ რომ მთელი წლის მანძილზე მაისის მერე მოყოლებული უამრავი სარეაბილიტაციო სამუშაო, ასე ვთქვათ, ჩატარდა. ჯამში არის 172 საყრდენი დამონტაჟებული და ასე ვთქვათ, გაიბა რამოდენიმე კილომეტრით ახალი სადენები და გაძლიერდა ტრანსფორმატორო ქვესადგურები და ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, მომხმარებელს შეუმსუბუქდა საერთო ჯამში, ესე ვთქვათ, მომსახურეობა. ოზურგეთზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას, ოზურგეთს ჰქონდა ძალიან რთული ზამთარი მოგეხსენებათ, იმიტომ რომ დიდი თოვლი მოვიდა. შესაბამისად, ძალიან სარეაბილიტაციო იყო ქსელი, მათ შორის ისეთი ზიანი მიაყენა ქსელს და ინფრასტრუქტურას, რომ ჩვენ რამოდენიმე სოფელზე გვითხრეს, რომ აბსოლუტურად დაიკარგა ბოძები, საერთოდ ვეღარ მოვძებნეთ, ისე წაიღო წყალმაო და თავიდან ბოლომდე შეიქმნა აღნიშნულ სოფლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები და ახალი ქსელი განსახორციელებელი. აქ მონაცემები რაც მაქვს არის, რაც გაკეთდა, მაგრამ 26 წლის საინვესტიციო გეგმაში არის უმნიშვნელოვანესი სამუშაოები შეტანილი, რომელიც განხორციელდება და შესაბამისად მონიტორინგს ამას ჩვენ გავუკეთებთ და 26 წლის ანგარიშს თუ მოვიტანთ, აუცილებლად ამაზე დეტალურ ინფორმაციასაც მოგაწოდებთ. ამიტომ ეხლა ესე დეტალებში აღარ ჩამოვთვლი სათითაო სოფელს, არის ყველაფერი მოცემული და რა თქმა უნდა შეგიძლიათ ნახოთ. ინდივიდუალური დავები გქონდა ძალიან ბევრი, სადაც დაკმაყოფილდა მომხმარებლის სასარგებლოდ და ათასობით ლარი, რომელიც მომხმარებელს უნდა გადაეხადა, ვთქვათ, აღრიცხვის კვანძის დაზიანების ან წყობრიდან გამოსვლის შემდეგ დაკმაყოფილდა მათ სასარგებლოდ. აი წყალმომარაგებაზე გადავალ, ახლა ძალიან საინტერესო გქონდა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევები გქონდა ამ მიმართულებით, მოგეხსენებათ ქალაქ თბილისში ხშირია წვეტები და წვეტა არის ერთი და მეორეა კიდე დაგვიანებული რეაგირება კომპანიების მხრიდან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მომხმარებელს. ათეულობით ასეთი შემთხვევა გქონდა, სადაც დაგვიანებული რეაგირების შემდეგ მომხმარებელს დაუზიანდა სარდაფები, პირველ სართულზე მიადგა ზიანი და ან გაჭიანურებული იყო ან კომპანიამ დააგვიანა და ჩვენი ჩარევის შემდეგ თითქმის ყველა, ასე ვთქვათ, შემთხვევა მომხმარებლის სასარგებლოდ დასრულდა. ეხლა რეგიონებთან დაკავშირებით რამოდენიმე საინტერესო შემთხვევას გამოვყოფ. მოგეხსენებათ კასპში გქონდა ასეთი როდესაც შეხვედრა ჩავატარეთ, იქ აღმოჩნდა რომ სათავე ნაგებობა არის და ძალიან ავარიულ მდგომარეობაში, იყო ასე ვთქვათ შემოუღობავი, იყო ხავსით გადაფარული და ჩვენ მივმართეთ სურსათის უნემლობის სამსახურს, რომელმაც 20 პუნქტიანი შენიშვნები გააკეთა. ამ ეტაპზე ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია და გრძელდება პროცესი, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს ესეც უნდა დასრულდეს. და ასევე ხაშურ-სურამ შევეხები, აქედანაც შემოვიდა რამოდენიმე განცხადება, თუმცა ძირითადი სამუშაოები იქ უკვე დასრულებული არის და კომპანიამ თქვა, რომ საჯარიმო სანქციები განახორციელა იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც უშუალოდ ამ სამუშაოებს ატარებენ, ამიტომაც ველოდებით, რომ 2026 წლის ბოლოს ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და ჩვენ ჩავალთ აუცილებლად ამასაც, რა თქმა უნდა, დავათვალიერებთ. გორში იყო ძალიან საინტერესო შემთხვევა, მოგეხსენებათ, როდესაც 4 დღის მანძილზე გორის მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე იყო და
დატოვებული, ესეც რა თქმა უნდა ჩვენ ინიციატივით საქმის წარმოება დავიწყეთ, აქ გამოავლინეთ სხვადასხვა ტიპის დარღვევები, გავიცეთ რეკომენდაციები. ამჟამად როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით სამართალდამცავების მიერ დამატებით შესწავლა გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით. თელავი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ თელავში ჩვენ წარმომადგენელიც გვყავთ, რომელმაც აქტიურად იმუშავა ამ თემას და ჩვენ მერსაც შევხვდით და მერი ყველა დაზიანებულ მონაკვეთზე, ანუ გაკეთდა გზის საფარი, სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაზიანებული ქსელი ეხლა ზიანს აყენებს ინფრასტრუქტურას. ამიტომ 200-მდე ასეთი განცხადება შეტყობინება შემოგვივიდა წელს, რომელსაც ყოველ 3 თვეში ერთხელ უკეთებთ მონიტორინგს, რა განხორციელდა, რა შეიცვალა და რა ეტაპზეა სამუშაოები და ესეც ასე ვთქვათ, ნელ-ნელა გვარდება, ალბათ ასეა, ხო? ყოველ შემთხვევაში იმედი გვაქვს, რომ წელს უკეთესი შედეგები გვექნება წყალთან დაკავშირებით, რამე არ გამომრჩეს, მე მგონი ყველაფერი ვთქვი წყალზე რაც მინდოდა, მე თქვა, რეგიონებში არსებული, კიდე რეგიონებში რაც ყველაზე მეტად გვიქმნის პრობლემა, ეს არის გაუმრიცხველიანებელი მომხმარებელი. იმიტომ რომ როდესაც მომხმარებელი სოფლებში განსაკუთრებით, ეხა ირიგაცია ცოტა ალბათ უნდა შემოგვეშველოს აქ, მაგრამ ნახეთ, არ არის გამრიცხველიანებული, არარაციონალური ხარჯვა არის და რაღაცა კატეგორიის მომხმარებელი ვერ იღებს სასმელ წყალს, რაც არის დიდი პრობლემა და გორში მაგალითად თვითონ მომხმარებლებს არ უნდათ და ვერაფრით ვერ მივახციეთ იმას, რომ გამრიცხველიანების პროცესი დასრულდეს, კომპანია მზად არის, მერია მზად არის, მომხმარებლებიც რაღაცნაირად გვეწინააღმდეგებიან. ასეთი რაღაცებიც გვაქვს. ბუნებრივი გაზის სექტორი, გადავალ ბუნებრივ გაზთან დაკავშირებით ამასაც ვიტყვი ორიოდე სიტყვას, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს რეგიონებში, არის რომ სამწუხაროდ არის კატასტროფულად მომატებული დაზიანებული უსაფრთხოებასთან შეუსაბამო დანადგარების ციფრი. 2024 წელთან შედარებით გვაქვს გაახლოებით გაოთხმაგებული რაოდენობა. ამისი მიზეზი არის პირველი ის, რომ ძალიან ბევრი იმუშავენ კომპანიასთან და ბევრი რეკომენდაცია გავეცით, რომ ემუშავათ და სათითაოდ ენახათ თითო ოჯახში რა ხდებოდა და ქალაქში ჩახსნილი დანადგარები წაიღეს სოფლებში დაამონტაჟეს და შესაბამისად ეს ყოფილა ყველაზე მეტი მიზეზი. ამიტომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ გამკაცდეს, ასე ვთქვათ, ალბათ დამოკიდებულება, იმიტომ რომ მომხმარებლის მხრიდანაც ძალიან დიდი მზაობა უნდა იყოს, რომ თავის დროზე მან ჩახსნას ის დანადგარი, რომელიც მის საფრთხე, მისი სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. სამწუხაროდ ჯერ ისეთ შედეგზე ვერ მივედით, რომ შემცირების ტენდენცია მქონდეს, ჯერჯერობით არა გვაქვს. ქონდა რამოდენიმე შემთხვევა თბილისში ბუნებრივი გაზის წნევასთან დაკავშირებით, ერთი იყო თბილისში, ერთი კახეთში, სადაც ძალიან მალე დასრულდა მომხმარებლების სასარგებლოდ და შესაბამისად ამ კუთხით ბუნებრივ გაზს არ ახასიათებს ზოგადად წვეტებთან დაკავშირებული და ხარისთან დაკავშირებული პრობლემი, ახასიათებს არასწორად დარიცხული გადასახადები და მრიცხველთან დაკავშირებული დავები, რომელიც არის ინდივიდუალური განხილვის საგანი და შემოსული განაცხადების რაღაც დიდი ნაწილი ასევე მომხმარებლების სასარგებლოდ თავდება ინდივიდუალური დავის პირობებში. პრინციპში მე მინდოდა რაც მე თქვა წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით, აქვე დავამატებ, რომ ვაგრძელებთ რა თქმა უნდა აქტიურ მუშაობას და ყველანაირად ვცდილობთ, რომ ნებისმიერ მომხმარებლამდე მივიტანოთ ინფორმაცია მათი უფლებების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების შესახებ. შესაბამისად მომართვა და ჩვენ ჩართულობა იქნება რა თქმა უნდა თანმხვედრი დიახ. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო. შეკითხვები თუ გაქვთ? ზვიად გთხოვთ. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, მე მეორედ მიწევს თქვენი ანგარიშის მოსმენა და მიხარია რომ ნამდვილად ესეთი შთამბეჭდავი ციფრებია, იმიტომ რომ თქვენი მართლაც გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში და ამ შემთხვევაში მოსახლეობისთვის. მე ერთი კითხვა მექნება. ესე იგი, შარშან დეკემბრის ბოლოს გარდა გურიისა, იმერეთშიც დიდი თოვლი მოვიდა. რამოდენიმე 1000 აბონენტი დაგვრჩა ელექტროენერგიის გარეშე და მიუხედავად იმისა, რომ ენერგოპრომ 24 საათის განმავლობაში ძალიან ეფექტურად იმუშავა, მაინც ათეულობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე შეხვდა ახალ წელს. აქ და ზუსტად ის სოფლები გაქვს, ძირითადად სადაც იყო პრობლემები, ხა ეს იყო ტყიბული და თერჯოლა. და აქ სოჭხეთი ორპირი კურსები გაქვთ მითითებული, რომ დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოები. მე მაინტერესებს წლის ბოლომდე ეს სამუშაოები თუ მოესწრება, ისე რომ იგივე სიტუაციის წინაშე არ დავდგეთ, როდესაც დაუშვათ დიდი თოვლი მოვა და ეს ხალხი ისევ ელექტროენერგიის გარეშე არ შეხვდეს ახალ წელს. მადლობა.
მოგესალმებით, დიდი მადლობა. აჭარასთან დაკავშირებით მინდა, იმიტომ ყველაფერი ბრწყინვალედ არის იქ თუ განხილვაში არ მოხდა. რაც შეეხება ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იქ თოვლი ყოველთვის არის და მოლოდინიც არ არის, მაგრამ იქნება და ელექტროენერგიასთან დაკავშირებით ძალიან კარგი საქმე გაკეთდა. კაბელი მიწის ქვეშ ჩაიდო, რომელიც დაზიანების შემთხვევაში, აი გოდერძიდან ხიჭაურის ჩამოსვლამდე ყოველთვის მიეწოდება მოსახლეობას ელექტროენერგია. გაზთან დაკავშირებით მინდოდა ახლა მეთქვა ორიოდე სიტყვა. ფაქტიურად ცენტრალური მაგისტრალი დასრულებულია. ხო და აი მიმართულებით რომ ოჯახებს მივაწვით, არ მივაწვით, არ ვისთან დავაყენოთ ეს თემა, რომ წარმატებულად წავიდეს წინ და საქმე გამოსწორდეს. მადლობთ. ბატონ ზვიაც შევეხმიანები ამ ტყიბულთან დაკავშირებით. ტყიბულს ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა, მე რაც ნახე, შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ განსაკუთრებით არის მუხურა იქ სოფელი, აი წეღან. ზუსტად ამაზე ლაპარაკი იყო, რომ მიწისქვეშა კაბელი, იმიტომ რომ იქ არის ისეთი გადასასვლელი, რომელიც ზუსტად უქმნის პრობლემას მუხურას და ჩვენ დავაყენეთ ამასთან დაკავშირებით საკითხი, უბრალოდ ტექნიკურად და ფინანსურად არის ძალიან დიდ ხარჯებთან დაკავშირებული და ეხლა მოგეხსენებათ საინვესტიციო გეგმის კომისიამ შეითანხმა ენერგოპროსთან საინვესტიციო გეგმა, რომელიც არის 200 მილიონი ლარი, რომელიც უნდა დახარჯოს ზუსტად ქსელის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ამიტომაც რა თქმა უნდა 2026 წელს ველოდებით, რომ ის სოფლები, რომელიც მანდ არის, უნდა მოხვდეს 2026 წელს რაც არის ჩამოთვლილი 2026 წლის საინვესტიციო გეგმაში არის მოხვედრილი. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ეს არ შეიცვლება და ჩვენც ამას აუცილებლად გადავაკონტროლებთ და ის რომ ზამთარში თოვლსა და უამინდობაში მომხმარებელს ელექტროენერგია უნდა კონდეს, ეს რა თქმა უნდა არის უპირობო დათქმა, რომელიც უბრალოდ ჩვენი კანონმდებლობით ყველა წესის მიხედვით არის უმნიშვნელოვანესი, რომ შესრულდეს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მე თვითონ როდესაც დავდივარ განსაკუთრებით სოფლებში მაღალმთიანი იქნება ეს თუ არ იქნება, ისეთ ქსელს ვნახულობ, საერთოდ მიკვირს ხოლმე ხანდახან რანაირად ხდება იქ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, მაგრამ სამწუხაროდ გვაქვს ეს მოცემულობა. ამიტომაც ეს სამუშაოები, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად დაიწყებს პრობლემების მოგვარებას და სრულყოფილად 5 წლიანი საინვესტიციო გეგმა აქვს თანხმებული კომისიას ენერგოპროჯორჯიასთან და ეტაპობრივად წლიდან წლამდე გაუმჯობესდება მომხმარებელთა მდგომარეობა. აი მუხურას თემა არის ძალიან რთულად, იმიტომ რომ იქ ორდღიანი წვეტებიც იყო, როდესაც აი ზუსტად იმის გამო ზოჩხეთში, ხო? კი ბატონო. კი ბატონო. კი, გაზთან დაკავშირებით, ეხლა თქვენ ამბობთ, რომ თუ კი არის უკვე ბუნებრივი გაზის ქსელი მოწყობილი, ხო? მოდი აჭარასთან დაკავშირებითაც გეტყვით, აჭარაში ასეთი მასშტაბური, ასე ვთქვათ, არ იყო ჩვენ ბათუმსა და ქობულეთში ვიყავით შეხვედრაზე და რაღაც განცხადებები შემოვიდა წლიურ ანგარიში დეტალურად წერია სათითაოდ რა შემთხვევები გქონდა აჭარაში. უბრალოდ ესე მასშტაბურად არ იყო, რომ ვთქვათ, მთელი რომელიმე კონკრეტულად სოფელი აქ არის თალკეული შემთხვევები, რომელიც არის აღწერილი. რაც შეეხება ეხლა თქვენს კითხვას, რომ სოფლები, რომელშიდაც უკვე ბუნებრივი გაზის ქსელი აქვს მოწყობილი ალბათ ტრანსპორტირების კომპანიას და უნდა მოხდეს უკვე ეს არის უკვე ეკონომიკის სამინისტროს ასე ვთქვათ პრეროგატივა რომ მოახდინოს აღნიშნული ქსელის გადაცემა შესაბამისი ლიცენზიანტი კომპანიისათვის რათა მოხდეს უკვე მიწოდების საქმიანობის დაწყება. ამიტომაც ვფიქრობ რომ თვითონ მომხმარებლები თუ ჩვენ გქონდა რამდენიმე შემთხვევა როდესაც აი მარტვილში მოგმართა მომხმარებლებმა და დავაყენეთ ეს საკითხი კონკრეტულად როდის დაიწყებოდა გაზიფიცირების პროცესი, იმიტომ რომ იყო არსებული ქსელი. წლიურ ანგარიში გვიწერია ამასთან დაკავშირებით. თუ მოგცემთ კოორდინატებს, აუცილებლად შევეხმიანებით, ჩვენ გვყავს აჭარაში წარმომადგენელი, დეტალურად ვნახავს და თუ რაიმე დახმარება შეუძლია ჩვენ სამსახურს, აუცილებლად დავეხმარებით ამ მომხმარებლებს. დიახ. დიდი მადლობა. მე მგონი საინტერესო მოხსენება იყო, მართალია. ესეთ შემჭიდროებულ ვადაში, მაგრამ ინფორმაციულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე მინდა აღვნიშნო, რომ ამ როგორც ხალხში დამკვიდრებული სახელი რაც არის ენერგოომბუდსმენი, მართლაც ეფექტური ინსტიტუცია არის და მისი საქმიანობის და მომსახურების ხარისხი ნამდვილად
საკმაოდ მაღალი არის. მე ამას ჩემი მუშაობის გამოცდილებიდანაც ვამბობ, როდესაც კახეთში ვიყავით, მაშინ იქ ენერგოომბუდსმენმა, კახეთის რეგიონის ენერგოომბუდსმენმა ძალიან ბევრი სწორედ ისეთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც მოქალაქეები მოდიოდნენ თვითმმართველობასთან, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში, ბევრი ესაკითხი იქნა მოგვარებული და საკმაოდ ეფექტურად, ასე რომ კიდევ ერთხელ თვითონ კომისიის მუშაობა და ენერგოომბუდსმენის მუშაობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად ენერგეტიკის, წყალმომარაგების, ამ საკითხების, ასე ვთქვათ, სახელმწიფო პოლიტიკის გატარების კუთხით და მოქალაქეთა განსაკუთრებით მოქალაქეთა ინტერესების დაცვის კუთხით, ასე რომ ძალიან კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ და წარმატებები გისურვოთ თქვენს მუშაობაში. ხوار გნებავდათ თქვენ რამის არაფერი, ხო? კი ბატონო, მაშინ საკითხი განხილული არის. მე მგონი დადებითად შევაფასოთ წარმოდგენილი ასე ვთქვათ, ანგარიში. დიდი მადლობა, საკითხი განხილულია. მადლობთ. თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ყოფნა, შეგიძლიათ წაბრძანდეთ. კი ბატონო, მადლობთ. საკითხი, რომელსაც ვიხილავთ, არის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ მომხსენებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი ზურაბ ეზუგბაია. გთხოვთ ბატონ ზურაბ. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ პირველი მოსმენით საქართველოს კანონის პროექტს ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ. კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია ერთი მხრივ იმ სამთავრობო სტრატეგიული მიზნით, რომელიც გულისხმობს დაცული ტერიტორიების ფართობების გაზრდას. 2028 წლისთვის 100,000 ჰექტარზე მეტი უნდა შევმატოთ დაცული ტერიტორიების ფართობს. მეორე გახლავთ ის გარემოება, რომ გერმანიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 2024 წლიდან ჩატარდა მთელი რიგი კვლევებისა და მოცემულ რეგიონში, კერძოდ სამეგრელოში, გამოვლენილი იქნა ის ადგილობრივი ეკოსისტემები, ის ლანდშაფტი, რომელიც პასუხობს ერთი მხრივ საერთაშორისო სტანდარტებს და მეორე მხრივ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონის მოთხოვნებს და შეიძლება განიხილებოდეს და ესე წარმოდგენილი იქნეს როგორც ეროვნული პარკის დაცვის სტატუსი და ეროვნული პარკის კატეგორია. შესაბამისად, კვლევების საფუძველზე და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნების გათვალისწინებით შერჩეული იქნა აღიწერა შესაბამისი ტერიტორია, რომელიც მოიცავს სამი მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს, ეს არის წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორიები. ჯამში ფართობი, რომელიც არის შემოთავაზებული და კოორდინატებით აღწერილი კანონპროექტის თანახმად გულისხმობს 37,074 ჰექტარს. ეროვნული პარკის ეგრისის ეროვნული პარკი ეწოდა პროექტის თანახმად ამ დაცულ ტერიტორიას. მისი შექმნის მიზანია ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ბუნებრივი ეკოსისტემების და კირქვიანი მასივების ლანდშაფტების, ასევე მცენარეთა და ცხოველთა სახეობებისა და განსაკუთრებით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა, აღდგენა, შენარჩუნება. ერთ-ერთი მაგალითის სახით შემიძლია ვთქვათ, რომ ხერხემლიანთა 26 სახეობა არის გამოვლენილი ამ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს წითელ ნუსხაში არის შეყვანილი. ბუნებრივი ეროვნული პარკის ჩამოყალიბება ხელშეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას, ვიზიტორთა მოწვევას ამ ადგილების მოსანახულებლად
და ადგილობრივი მეურნეობის შემდგომ განვითარებას. რეკრეაციულ გარემოს შეეწყობა ხელი ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოლოგიური გარემოს ფორმირებას. ესე იგი, ზონირება დაცული ტერიტორიის იქნება შემოთავაზებული და შემუშავებული უკვე მომდევნო ეტაპზე კანონის მიღების შემდგომ, როდესაც ჩვენ საწყის სტადიაზე დროებით რეგულირების წესს შევმუშავებთ, ხოლო შემდგომში ეს უკვე შედარებით სხვა დაცულ ტერიტორიებთან შედარებით პატარაა, საერთოდ 37,000 ჰექტარი. როგორც უკვე ვახსენე, ის პროექტები, რომლებიც გულისხმობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ვეცად რომ მაქსიმალურად ეს პროექტები არ ყოფილიყო შეფერხებული ეროვნული პარკის ლოკაციებით და ამორიცხვა დემარკაცია განხორციელებულია. ამასთან ერთად დაშვებულია ისიც, რომ დემარკაციის სამუშაოები მომდევნო ეტაპზეც განხორციელდეს. ეს ხანდახან ხდება საჭირო იმის გამოც, რომ სისტემური რეგისტრაცია იგივე კერძო მესაკუთრეების დასრულებულია, მაგრამ მაინც დაწყებული წარმოებები შეიძლება დასრულდეს 26 წელსაც რეგისტრაციით, სპორადული რეგისტრაციები კვლავ გრძელდება და ამიტომ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება რაღაც დაზუსტების საჭიროება იყოს, რაც განხორციელდება კიდევაც დემარკაციის ფარგლებში. რაც შეეხება მიზნობრიობას, რასაკვირველია პირველი მიზანი არის ეკოსისტემების კონსერვაცია, შენარჩუნება და აღდგენა, ადგილობრივი სახეობებზე ზრუნვა. ამასთან ერთად, ბუნებრივია ჩვენ უყურებთ იმას, რომ ეს უნიკალური რეგიონი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ვიზიტორებისთვის და ის ბუნებრივი ლანდშაფტი, ბუნებრივი გარემო იყოს საფუძველი ეკოტურიზმის განვითარებისთვის. კონკრეტული ასე ვთქვათ, გეგმა პროგრამა ამისთვის ჯერჯერობით გაწერილი არ არის, მაგრამ კანონის მიღების შემთხვევაში დაცული ტერიტორიების სააგენტო უკვე დროებით რეგულირების წესის და მენეჯმენტის გეგმაზე მუშაობის ფარგლებში მთავრობასთან ერთად ყველა ამ სამუშაოს პროგრამულ სახეს მისცემს სათანადო საბიუჯეტო უზრუნველყოფას და ეტაპობრივობას, რაც დროში გაწეულ კალენდარს გულისხმობს. ძირითადად ეს საკითხებია მეგონი. ყველაფერი არ მორიცხულია. არ ყვება კი. ჩობია მიკროფონში თუ კიდევ. ანუ დემარკაციის შედეგად რა თქმა უნდა საზღვრები დაკორექტირდა, რომ კერძო საკუთრება არ მოყოლოდა, ასე ვთქვათ, ამ ტყეპარკის ზონაში. მაგრამ ბევრი იყო კერძო საკუთრების ტერიტორია, ანუ ამორიცხვა საკმაოდ დიდი ტერიტორიის დაგჭირდა თუ მცირე ტერიტორია იყოს პრობლემური, ასე ვთქვათ. არა, პრობლემური ტერიტორია დიდი არ ყოფილა, თვითონ კვლევის ეტაპზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის უნიკალური ეკოლოგიური სისტემებით შერჩეული ეროვნულ პარკში მოსახლე და სწორედ ამიტომ აკრძალულ რომ ჩვენ ეროვნულ პარკზე და არ ვლაპარაკობთ ან დაცულ ლანდშაფტზე, ან უფრო დაბალი კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე, ამიტომ კვეთა კერძო საკუთრებასთან ნაკლებად იყო, სადაც არის საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებული მონაცემები, ისინი თავიდანვე იყო ამორიცხული. უფრო მეც გეტყვით, ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც განხორციელებულია და არ უქმნიდა, ასე ვთქვათ, უშუალოდ არ ფეხდებოდა განვითარების კუთხით ეროვნული პარკის არსებობით, ისინიც კი ამოვიყეთ. ეს არის ვთქვათ, ელექტროგადამცემი ხაზი, მცირე მონაკვეთი ან ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელი, ესეთი ტერიტორიები თავის დაცვის ზონებიან და ამოჭრილია იმისაც, რომ ეროვნულ პარკმა შეძლოს უკვე იზოლირებულ სისტემაში ცალკე არსებობა და იმ ამოცანების შესრულება, რაც მის წინაშე იქნება დასახული. ერთი ასეთი შეკითხვა გეოგრაფიული ხასიათის უფრო ეს ერთიანის, ასე ვთქვათ, სივრცეა, ერთიანის სხეულია, წყვეტა არა აქვს, ხო? არა, კი ბატონო. კი ბატონო. არა, ხო, გასაგები. კარგით, მადლობთ, მე მგონი. ხო, გასაგებია, მივხვდი ხო, რომელიც არის, კი. არა, მართლაც უნიკალური მხარე არის და ნამდვილად ზოგადად უნდა ითქვას, რომ ის რაც საქართველოში კეთდება დაცული ტერიტორიების ეროვნული პარკების შექმნის კუთხით მართლაც
ეს გამოცდილება საქართველოს უკვე კარგი გააჩნია და შეიძლება ითქვას ამ მიმართულებით ერთ-ერთი ამ მიმართულების განვითარების კუთხით მოწინავე ქვეყანა ვართ და რა თქმა უნდა ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, იმიტომ რომ უნიკალური ბუნება, უნიკალური ეკოსისტემა, მათ შორის სოციალური ყოფა ამ უნიკალურ ეკოსისტემაში და ბუნებაში, რა თქმა უნდა საქართველოს არა მარტო ადგილობრივი, ასე ვთქვათ, ცხოვრებისთვის, არამედ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის და საერთაშორისო სავიზიტო ბარათიც არის. ამიტომ გთხოვთ ყველას, რომ ხარი დაუჭიროთ ამ გადაწყვეტილებას. პირველი მოსმენით კანონპროექტი მიღებული არის, ერთხმად საკითხი განხილულია, ამით კომიტეტმა სამივე საკითხი განიხილა და თავის მუშაობა დაასრულა. მადლობთ.